რომ მოქალაქეებს რომ ოზონ უსაფრთხო დანადგარების შეძენაზე იზრუნონ და რა გლობალურ საფრთხეს ქმნის ფრეონი. ფრეონის დიდი ნაწილი ოზონ დამშრალ ნივთიერებად არის გამოცხადებული. ის ავტომობილების კონდიცირებას დანადგარებში, სამაცივრო ტექნიკაში და ჰაერის კონდიცირების სისტემებში გამოიყენება. საქართველოს მიერ აღებული ვალდებულების თანახმად 230 წელს ფრეონის შემცველი აპარატურა საერთოდ უნდა ამოვიდეს ხმარებიდან. ოზონ დამშლელი ნივთიერებების იმპორტისა და ექსპორტის გასაკონტროლებლად საქართველოს საბაჟო ახალ აღჭურვილობას გამოიყენებს. ოზონ დამშლელი ნივთიერებების იდენტიფიკატორი დღეს ფინანსთა მინისტრს და საბაჟო დეპარტამენტის უფროს გარემოს დაცვის სამინისტროში გადაეცათ. მნიშვნელოვანი არის საბაჟო დეპარტამენტმა უზრუნველყოს ქვეყნის ეკონომიკური სივრცის დაცვა და მათ შორის უზრუნველყოს იმ ვალდებულებების შესრულება, რომელიც ქვეყანას ზოგადად აღებულია საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე, მათ შორის ერთ-ერთი არის გლობალური პრობლემა. დღეისათვის ის რაც არის აკრძალული ქვეყანაში, ან ძლიერი ოზონ დამშლელი ნივთიერებები არ შემოდის, მაგრამ ეს აპარატი მოგვცემს იმის საშუალებას, რომ კიდევ უფრო კარგად დაკონტროლდეს ეს ქმედება. დღევანდელი ღონისძიება ოზონის შრის დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად გაიმართა. სპეციალისტები აცხადებენ, რომ ფრეონის წარმოება 1930 წელს დაიწყო, თუმცა მოგვიანებით ფრეონის დიდი ნაწილი ოზონ დამშლელ ნივთიერებად გამოცხადდა. ფრეონები ავტომობილების კონდიცირების დანადგარებში, სამაცივრო ტექნიკაში და ჰაერის კონდიცირების სისტემებში გამოიყენება. აპარატის საშუალებით შეიძლება გავარკვიოთ პროცენტულად მინარევებით არის თუ და არის ასევე კითხულობს რა მინარევებისგან შედგება. ოზონ უსაფრთხო ნივთიერება მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე, ასევე კაცობრიობაზე, რომელიც შესაძლოა ძალიან საშიში. ოზონის შრე დედამიწას ულტრაისფერი გამოსხივების განიცავს, რაც ადამიანებში კანის კიბოს, კატარაქტას და იმუნური სისტემის მოშლას იწვევს. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ანთროპოგენული გავლენის გამო ოზონის შემცველობა 1990-იანების ბოლოსთვის 10%-ით შემცირდა. გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები მოქალაქეებს მოუწოდებენ, რომ ოზონ უსაფრთხო დანადგარების შეძენაზე იზრუნონ. ზოგადად საქართველოში ოზონ დამშლელი ნივთიერებების გაერთიანებული ჯგუფი დასაშვებია, რომ მოხმარებული იყოს. მისი ეტაპობრივი შემცირება უკვე დაწყებულია და 2030 წლისთვის საბოლოოდ უნდა ამოვიღოთ ხმარებიდან. რა თქმა უნდა, შესაბამისად ბაზარზე არის ესეთი დანადგარები, რომლებიც შეიცავს ოზონ დამშლელ ნივთიერებებს. მათი შეძენა, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, თუმცა მინდა მოუწოდო მოსახლეობას, რომ შეეცადონ ოზონ უსაფრთხო ტექნოლოგიების შეძენაზე გააკეთონ აქცენტი. საქართველოს მსოფლიოს იმ 190-ზე მეტ ქვეყანას შორისაა, რომელსაც რატიფიცირებული აქვს ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ მონრეალის ოქმი. ამ ოქმის შესაბამისად ქვეყანა ვალდებულია 2015 წელს ამ ნივთიერების მოხმარება 10%-ით შეამციროს, 2020 წელს 35%-ით, 2025 წელს 67%-ით, ხოლო 2030 წელს ფრეონის შემცველი აპარატურა საერთოდ უნდა ამოვიდეს ხმარებიდან.